მეგობრებო, სამწუხაროდ დღეს ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ. წინამდვილეში არა მხოლოდ დღეს, უკვე რამდენიმე დღეა ასე ვარ. თქვენთვის ვიდეოს ვერ გადავიღე, რადგან ცუდ ხასიათზე ვიყავი, მაპატიეთ. Instagram-ზე ვის მიმხვება იცის, რაც არ უნდა მოხდეს, პირველად Instagram-ის ანგარიშზე ვაზიარებ და იქიდან გიყვებით, მეგობრებო. ამის შემდეგ რიგი YouTube-ზე მაქვს. ეხლა იცით, რომ ცოტა ხნის წინ ახალი შვილი ავიყვანეთ. სახელი კარლოსი იყო. შემდეგ ჩვენ შვილს სახელი სანტოსი დავარქვით. მაგრამ როცა პირველად მოვიდა, იცით რომ შვილს სუთქვის პრობლემა ჰქონდა, თქვი რომ სისხლშარდავდა. ანუ ზოგადად განწყობა კარგი არ ჰქონდა. ეხლა ეს შვილი რამდენიმე დღის წინ საღამოს ვახშამი მივეცით. 1 საათნახევარი იყო გასული. უცებ მეგობრებო, მუცელი დაებერა. მუცელი დოლივით გაუხდა. მაშინვე საათი 10:30 11 იყო. კლინიკა გავაღებინე. ვეტერინართან წავიყვანე, რენტგენი გადაუგეს. დღეს კუჭი შეუმოწმეს. კუჭი ბუშტივით ჰქონდა გაბერილი, თითქმის ხერხემალზე იყო გადასული. ისე იყო გაბერილი. ვეტერინარმა თქვა, ოპერაცია უნდა ჩაუტაროთო. კუჭი უნდა გაუსუფთავოთ. თუ არ გაუსუფთავებ, შეიძლება მოკვდესო. ოპერაციასაც რო გაუკეთებთ, მაინც არის რისკიო. ანუ გადაწყვეტილება შენზეა, მითხრაო. მეც დაურეკე სანტოსის ყოფილ პატრონს, უთხარი, ასეთი და ასეთი მდგომარეობაა, რას ვქნათ მეთქი. მანაც მითხრა, რაც საჭიროა, ის გავაკეთოთო. დასაკეთებელი არაფერია. მაშინ ოპერაციაზე უნდა შევიყვანოთო, ასე მითხრა. ამის შემდეგ ოპერაციაზე შევიყვანეთ, მეგობრებო, სანტოს, კუჭი და ყველაფერი გაწმენდა. ანუ შეჭამა, ვერაფერი მოინელა. კუჭის ჯავაში არ არის პრობლემა ყოველთვის. რა აქვს, არ ვიცი. ანუ მაგალითად გეუბნები, 4 საათის წინ სალამი შეჭამა, ის სალამიც კი ვერ ამოიღო. ისევ მუცელში. ისევ დარჩენი. მერე დილით ავდექი, მეგობრებო, ჩამეძინა. ღამით ვაკვირდებოდი მას. სამწუხაროდ დავინახე, რომ სანტოსი დაუკარგე ანესთეზიის გამო. თელი ღამე ვეღარ გამოიღვიძა. ძალიან ცუდად გავხდი. ეს უბრალოდ ცუდი კი არ იყო, ძალიან ძიმე იყო. ამის შემდეგ უნებლიეთ დავფიქრდი, ვეტერინარს ხომ არ ქონდა შეცდომა, ამ ცხოველს რატომ დაემართა ასე? ცხოველს დილით რო ავდექი, ისევ მუცელი ქონდა გაბერილი. მაგრამ თბილი იყო, ხო იცით, სიკვდილის შემდეგ რო შუპდება, ეგ არ იყო. უფრო თბილი იყო ცხოველი. ვეტერინარს დაურეკე, ველაპარაკე ასე და ასე, მანაც მითხრა, არ ვიცი, რატო აქვს ესეთი შეშუპება. მე ვკითხე, შიდა სისხლდენა ხომ არ იყო, რა მოხდა, ანუ ამ ცხოველს შევხედოთ. ამის შემდეგ ჩვენს ბიჭს სანტოს აუტოპსია ჩაუტარეთ, მეგობრებო. ორგანოები და ასე შემდეგ შევამოწმეთ, შიდა სისხლდენა იყო თუ არა. შიდა სისხლდენა, ასეთი აშკარა შიდა სისხლდენა არ იყო. ანუ მაგრამ თირკმელი შეამოწმეს. თირკმელი ფაქტობრივად გაჩერების ზღვარზე იყო. ელენთა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ცხოველის ფილტვები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ეხლა როცა ანესთეზიას უკეთებენ, ორგანიზმი ანესთეზიას შარდის სახით გამოყოფს, მოშარდვით. ეხლა რადგან სანტოსის თირკმელები ცუდ მდგომარეობაში იყო, ორგანიზმმა ვერ გამოყო ანესთეზია და ამიტომაც ვერ გადაიტანა ანესთეზია. სამწუხაროდ ჩვენი შვილი დავკარგეთ, მეგობრებო. მართლა ძალიან დამწყდა გული. სანტოსი როგორც იცით, ეხლა ხან მოვიდა ჩვენთან. ერთი კვირა რა ჩვენთან იყო, მაგრამ გვიყვარდა მართლა, ძალიან კარგი შვილი იყო. თქვენ გიყვარდათ, მე მიყვარდა. ჩვენ შვილთან ერთად კარგი გეგმები და ოცნებები ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ არ გაგვიმართლა, მეგობრებო. ჩვენი შვილის ბედი ესეთი ყოფილა. ისევ ყველაფერი გავაკეთე მისთვის, რაც შემეძლო. რაც საჭირო იყო, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. ამიტომაც ჩემი სინდისი მშვიდადაა, მაგრამ მართლა მის გამო ძალიან წუხარ. და რატომ გაუსივდა მუცელი? ამაზეც პასუხი ვერ მივიღეთ. ანუ რატომ მოხდა ასე, როგორ მოხდა ასე, არ ვიცი. აი პირველ მუცლის გასიებაზე ვლაპარაკო, რატო ვერ მოინელა, ანუ აი არც არაფერი განსხვავებული არ უჭამე, ყოველდღე რასაც ჭამდა, ის ჭამა, რა მოხდა, ვერ გავიგე. როგორც თქვი, ბედი ასეთი მართლა ძალიან გვაცხენინა ამ ამბავმა. ამის შემდეგ ნორას ლეკვი დაავალთ და ცოტა ხანში მასას გაჩვენებთ. ანუ როცა რაღაცა ცუდი ხდება, ყველაფერი ერთმანეთს ემატება. ვინც ძველი მაყურებელია იცის, ერთი პრობლემა რო იყოს, მერე სხვაებიც მოყვება. სულ ასე გრძელდება. მართლა ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ, მეგობრებო. ეხლა ხანს გავიგვიძე. ჩემო ლომებო, მოდი ჯერ შვილებს შევხედოთ. ამის შემდეგ ამ გალიებს დავასუფთავებ. ვიდეო ერავთვით, მართლა ძალიან მოვიწყინე. მუდმივად მწერთ მეც.
ვიდეო გადაიღე, გვაცნობე ბოლო მდგომარეობა რა მოხდა, რა შეიცვალა. ვიფიქრე, ეს განმარტებას გავაკეთებ. კარგი, რაღაც მოხდა. მერე კი ნორას ლეკვის ავადგახტომას დაემატა. პაროვირუსი დაემართა, მართლა ძალიან გამიტეხა გული, მეგობრებო. მარლა, რა საკეთე, გოგო? მარლა, მოდი აქ შენს. შენ ცოტა გაიარე, შვილო. ნორას ლეკვი ხო იცი ძალიან მიყვარს. ჩემთვის ძალიან ძვირფას შვილი. ძმა, თვალს ხوارეცემა, თვალი ხوارეცემათ. არაფერს ვაგლებთ. რა ხდება? ვერ ვიგებ. არლი, მოდი. მოდი შვილო, მოდი. გადი, გოგო. გადადი ლამაზო, გადადი, მააშალლა შენზე. თვაო, ამასაც ვუხوار, ანუ, ნახე, ამ ტიპის ჯიშებს, რომლებსაც ვიღებთ, გენეტიკას შეუცვალეს. ანუ არასწორ უცნაურ ძაღლებთან აჯვარებენ. ცხოველები სუნთქვაშიც კი სირთულეს განიცდიან, ანუ ძმაო, ნუ ყიდულობთ ასეთებს. თუ თქვენ ესეთებს არ იყიდით, ეს ადამიანები ვეღარ გამოიყვანს მათ. ეხლა ისინი ამ საქმიდან ფულს შეულობენ. და ამიტომ ჯიშადარეულ გენეტიკურად არასწორ ცხოველებს ამრავლებენ. ისოდი რომ ამ ცხოველებისთვის სიცოცხლეს კი ტანჯვა. სუნთქვაც კი უჭირთ, ძმაო. ცხელი ამინდის დროს ცხოველი იტანჯება. აქ ამდენი ძაღლია, არც ერთ სუქთვის პრობლემა არა. ჩემს ფრენჩ ბულდოგებსაც კი, ნახე. ფრენჩ ბულდოგებიც კი, რომლებიც შეულებრივ სუნთქვის პრობლემებს განიცდიან, აქ არანაირი პრობლემა არ აქვს, მაგრამ იმ ძაღლს ხო ნახეთ. ყველაზე პატარა რამეზეც კი ავადდებია. სუნთქვა უჭირთ. სიცხეში ცხოველები ძალიან იტანჯებიან. ანუ ასე ურევენ ჯიშებს. ამის შემდეგ მხოლოდ სილამაზისთვის და ფულის საშოვნელად გენეტიკას ურევენ. ცხოველს მთელი ცხოვრება ტანჯვას აყენებენ, ძმაო. მართლა ეს მდგომარეობა ძალიან ცუდია. ადამიანს გულს ткენს. შემო კარლოს, რა საკეთებ, შვილო? ლამაზო, შვილო, ისევ აურევიათ გალიები. ალექს შეხედე, ოდის შეხედე. აბა თქვენ იცით. ოდინი დიარია გაქვს, ოდი, რატო გაქვს დიარია, ბატონო? ესენი ყველა გაგიჟდნენ. ყოველდღე ფერმაში შვილების განავალს და შარდს ვამოწმებ. პრობლემა ხო არ აქვს, ვამოწმებ. ეხლა სხვებს დიარეა არ აქვს, ოდინს კი დიარეა აქვს. ოდინსაც როგორც ჩანს რაღაცა პრობლემა აქვს. დაიცადე, შვილო. ოდის ერთ წამალს მივცემთ. გალიები დაგისურიათ, ლამაზებო. მოდი აქაც დავასუფთავოთ, მეგობრებო. შემდეგ შვილებს გამოვიყვან. დილას ჩვენი რუტინაა, ამასაც მოვაგვარებთ. ნორას ლეკვს კურნალობას ჩაუტარებთ. ვენაში კათეტერი არ მქონდა, აფთიაქში უთხარი, კათეტერს მომიტანენ და მას ველოდები. როცა მოიტანენ ნორას ლეკვს ვენაში, კათეტერს ჩაუყენებთ და სერულს გაუკეთებთ. არ ჭამს. ანუ მდგომარეობა კარგი არ არის, მეგობრებო. პარვოს დაავადება როგორც ეძახიან, 90%-ში კლავს. თუ დაგვიანდა, ეს 90% 100%-ად იქცევა. ამიტომ ამ დაავადებაში ადრეული დიაგნოზი და ადრეული მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. გუში შევამშნიე, გუშინვე მივეცი წამლები. დილით ჭამა, საღამოს კი უცებ ცუდად გახდა. ეს დაავადება მოულოდნელად უტყამს. ცხოველის იმუნური სისტემა ინგრევა, ნაწლავები ფუნქციას კარგავს და მერე კვდება, მეგობრებო. ამისთვისაც დროულად უნდა შეამჩნიო ეს. მაშინე უნდა დაიწყო მკურნალობა. მოიცადე, შვილო, ერთი წუთით. მარია, მოიცადე შენ, არა შვილო, მოიცადე. ეს ეხა რატო დაიხულა? მოიცადე, ნახო. მარია ცდილობს გაქცევას. ადრე უნდა დაიწყო მკურნალობა, რომ გადარჩენის შანსი გაიზარდოს. ამიტომაც იმ გოგოსთვისაც ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება. განსაკუთრებული უცხოეთიდან ჩამოტანილი წამლები გვაქვს. ვის მკურნალობაში მას გამოვიყენებთ. ინშალა, ჩვენი გოგო კარგად იქნება, მეგობრებო. მართლა მასთან დაკავშირებით, ჩემი ოცნებები დიდი იყო, ძმაო. რა ხდება ასე ზედიზედ? მართლა ვერ ხვდები. ანუ ვიღბლობა სულ ჩვენ გვპოულობს. ეხლა ინშალა სხვა შვილთან პრობლემას აღარ შევხვდებით. სხვათა შორის, არაფერი აკლია. ყველაფერს გავუკეთე, ა? ისევ ხდება, ძმაო. ძაღლების რაოდენობა როცა მეტია. ისე. გინდა თუ არა ავადმყოფობა ჩნდება. ზოგი ამბობს ძაღლი როგორ ავადდებია, როგორ შეგიძლია ამდენი ძაღლი დაკარგო. ძმაო, ცხოველები აქ ჯოგადარია. თქვენ თავშესაფრის მდგომარეობა არ იცით. გარედან თავშესაფარი ისე ჩანს, თითქოს ცხოველები იქ რჩებიან. იქ ათასგვარი დაავადებაა. თქვენ არ იცით რა ხდება მსოფლიოში. იქაური ცხოველების უმეტესობა ისედაც დაავადებით ხვდება. რატო? იმიტომ რომ სწრაფად ვრცელდება. მე ვეღარ აკონტროლებენ.
ისედაც ჩვენებურად არ უვლიან. თავშესაფარში რაც ნაკლები ცხოველი იქნება, მათთვის მით უკეთესია. ამიტომაც დიდად არანავლებს. რამდენიც არ უნდა დავამუშაო, რადგან ჯგუფებად არიან, უნებლიეთ ვრცელდება, ძმაო. ანუ ადრე კორონავირუსი იყო, ხო გახსოვს როგორ გავცელდა ყველა შორის, ჯაჭურად. ხო გესმის? ყველა სახლიდან ვერ გამოდიოდა. რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, გამოსავალი არ იყო. ესეც იგივეა. ანუ რადგან ცხოველებს ჯგუფურად ულით, ბევრი არიან, თუ დაავადება გაჩნდა, მაშინ ვევრცელდება. ამიტომაც არის დანაკარგი, ავადმყოფობა, პრობლემა, ხო გესმის? აქ ეს არ ულით, აქ 60 მეტრი ცხოველია. აი ამით. არ მოხდეს, ყველაფერს ვაკეთებ, ძმაო, რა ვქნა. დაიცადე, ნახოთ უკვე. ბელა! გაიქეცი, ნახოთ. ეს ბელა ცხლისტერია. როცა ამ გალიებს ვრეცხავ, ოდინი და ეს ბელა სულ ტანჯავე. გაიქეცი, ნახოთ. ისე ვიდეოში რო ვარ, გალიებს რაფად ვრეცხავ. ჯერ ეს უხეში ჩუჩხი რო წავიდეს, მე დეტალურად ქლორით გავრეცხავ. განსაკუთრებით ამ ავადმყოფობის პერიოდში გალიებს ყოველდღე ქლორით ვრეცხავ, ძმაო. ყოველდღე, უცვლელად. ამ მიკრობებს მხოლოდ ერთი რამ კლავს, ეს ქლორია. ამიტომ. ყველაფერი იმაზე მოდის, რომ დორა ციკლშია, მეგობრებო, სისხლდენა აქვს. აი ამ დროს იატაკის ფილები მიტომაც კარგია, იცით? იმიტომ რომ შეგიძლია დააგვირდეთ, გარეთ რო ვარი ვერ ხვდები, მაგრამ სისხლდენა აქვს. ციკლშია. მოდით ვნახოთ. იმედი ამას ოდინთან შევაჯვალებთ. მეც მაინებოს. სისხლდენის დასრულების შემდეგ შევაჯვარებთ და ოდინისგან ჯამთელ ლეკვებს მივიღებთ. ოდინ, გაიქეცი, ოდი. იქ ყველაფერი აურევია. ოდინ, როცა შენ სამ გალიას ვასუფთავებ, ცხოვრება მძულს, იცი შვილო, ნახე. ცხოვრება მძულს, ბაშა. ცოტა ჭკვიანად იყავი. ოდი, შენ ნამდვილი ცელკი ხარ, წყლის მტერი. ამას ზღვაზე წავიყვან. მალე და ოდინი ერთად წავიყვანო. ეცი რომ გაწმინდოს, ოდის ასე ყოველდღეობა. მალე ცოტა წყალს გაურბის და მაგიტომი. მოიყვანე ორივე ზღვაზე მარლა და ოდინი. რას ფიქრობ? კომენტარებში დაწერეთ. თუ ბევრი მოთხოვნა იქნება, მერე წავალ, ძმაო. ოდინ, გაიქეცი, მაგრამ ოდინ ხარ შენ. აქ ვერ გავრეცხე, ბატონო, ხო რა. აი ესე საქმე, გალიას რო ვრეცხავ, ჭკუიდან გადამყავს. გაიცადე, შვილო, გაიცადე. კარგი ჩემო ბიჭო, კარგი ჩემო ცელქო ბიჭო. ჩემო ცელქოდი, ღმერთმა დაგლოცოს. ნელა, 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 იატაკის სრიალებს, ნელა, არ დაიძაბო. ეხლა ესენი სწრაფად დაურეცხო და მერე გავაგრძელე ცოტა ხანში. ამათაც ერთი. წყალს უსვრი, ძმაო, ბატკლებს ცოტა ხანში გაუშვებ, შიგნით სულ ხუტავს, რადგან ძალიან ცხელა. ამიდი კიდევ დღესაც ძალიან ცხელია. ამათ ვედროებში წყალი გაუსვალო, ლამაზად, სუფთად. ყოველ დილას აღამოს, ამათ წყალს უსვრი, ძმაო. იმიტომ რომ ბატები და ქათმები ერთად არიან, განსაკუთრებით ბატები და იხვები წყალს აბინძურებენ. ამიტომ სულ უნდა ვასუფთავ. რო არ აბინძურებდნენ ეს არამზადები. ეხლა ამ ადგილებსაც დავასველებ, რომ გრილად იწვნო. ძმაო, ყველა ცხოველს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ. ყველას ცალ-ცალკე ყურადღებას ვაქცევ, აბა რა ვქნა. ეხლა აქაც დავასველებ ცოტას. როკი, გაიციე იქიდან, შვილო, როკი. ასე ძმაო, კარგად გავაგრილოთ ეს ადგილით, რომ ცხოველები გადმოვიდნენ და გრილად იწვნენ. გაიციე ეხლა. ჯერ კიდევ მეუბნებით, აუზი გააკეთე, ძმაო, წყალი არ არის, წყალი ცოტაა, ვერ აგიხსენით ალბათ. ერთი ტანკის ავსებას ერთი დღე სჭირდება უკვე. ამ ხელა აუზს ვით უნდა ავავსო. წყალი არ არის. ხალხს გარედან ადვილად ეჩვენება. ტანკით მოიტანე, ტრაქტორით მოიტანე, იმით მოიტანე. თითქოს ვინმე მამაჩემის გულისთვის მოიტანს. აქ წყალს რომ მოიტანს, 10 მილიარდს გამომიათნებს. გონი თქვენ ამ საქმეებს გარედან ადვილად გონიათ, მეგობრებო. რაც გვაქვს, იმით უნდა იკმაყოფილოს, სხვა გზა არ არის. აი ასე ყველგან დავასხამ წყალს. აი ნახე, ამასაც ესე დავასხამ, ნახე. გრილად იყავით იქ. ხე. ეხლა მოდი ეს ხალი დავკეტოთ.
ბონჯუკ. მოიცადე, ბონჯუკის დავბანო. ბონჯუკ, შენს დაგბანო, ბონჯუკ. ბონჯუკსაც გრილობა უნდა. ბონჯუჯუკ, დაგბანო, შვილო. ბონჯუკი გამაგრილდეს, ბონჯუკი. კარგი გოგო, მოიცადე. ბონჯუკ, ამიგო, გაგრილდი, შვილო. ნახე, ამ ბონჯუკს ზღვაზე წავიყვან ამ ზაფხულს, იცი? ეს გადავწყვიტე, ანას ზღვაზე წავიყვან და ვაცურებინებ. ნახე, ცხვრებს სხურიათ, ნახე. დაე წყალი დალიონ, მე გაიქცნენ, თანაც სუფთა წყალია. ყოველ საღამოს და ყოველ დილით ვასხამს, მაო. ეხა ამ ბატკნებსაც გავუშვოთ. აქედან წავიდეთ მერე, ცხვრებმა წყალი მშვიდად დალიონ. მოდი ბატკანო, რას აკეთებ შემი ლამაზი? რა მოხდა ბონჯუკ, შენ სად მიდიხარ ბონჯუკ? ბონჯუკ, შენ სად მიდიხარ ბონჯუკ? სუდო, მოდი ბატკანო, მოდი შვილო შენც. ბატკანო, მოდი, ბონჯუკი არ შევიდეს შიგნით. ბონჯუკ. ერთი ძუდი ბატკანო, დაიცადე. შენ შედი შიგნით მაშინ უკან. მოდი შენც. ბონჯუკ, გამოდი შენ. ხო, კარგი, ბატკანო. თქვენ ისეინეთ, კარგი შვილო. შეხედეთ ამ სილამაზეს. მაშალა. ჩვენი ბატკანი კარგად გაზრდილა, შენი ჭირიმე. მაშალა, კარგად გაზრდილა, მეგობრებო. მოდი იმიხვებს გადაიღე აქეთ. გადაიღე იხვები, ნახე. წყალი დავასხით ლანგარზე, ნახე ხა როგორ თამაშობენ, ხედავ? სინამდვილეში რომ ერთი დიდი თასი გიყიდოთ და ავავსო, ეგეც გამოვა. არ გამოვიდა, თას ვიყიდით მათთვის. ნახე, სუფთა წყალი როგორ დააბინძურეს. გაუმარჯოს ჩემს პატარებს. წყალი ცივია, ამიტომ სვამენ ცხოველები. ბატკნა, სად წახვედი? მოდი. რა დაგემართავ, ნახოთ. მოგშივდა, რა გჭირს, ლამაზო. მაშალა შენ, დიდი გაიზარდე, ჩემი. პამუკ, გაგიტეხავ თავს, სორადიდექი. ეთმა მოდი გავიდე, ძმაო. დაიცადე, იმ მამლის უკან რა მიეკიდას. ეგ რა არის, ბიჭო? ხო, ბალახი მიეკიდა. მოდი, კარგი, ჩემოგარბო, თქვენი გაერთეთ, ჩვენ გავდივართ. გაიქეცი, როკი. მოდი. არა, ბონჯუკ, შენ არ მოხვიდე. ბონჯუკ, დაიცადე, ეხლა შენს გამოშვებას არ ვაპირებ, შვილო. თქვენი გდარჩით. აქ სადმე საბელი არის. არა. ამ ძაღლებს ახალ სავარჯიშო მოედანზე გავუშვებთ. ან მოდი, ჯერ ნორას ლეკვთან წავიდეთ. იქიდან საბერსაც ავიღებთ, ცოტა ხანში მათ გავუშვებთ, მეგობრებო. ეხლა ნორას ლეკვს კურნალობაში აუტაროთ. თქვენთან ერთი თხოვნა მაქვს, ნახე. თოდ ბევრი ილოცეთ, გეხვეწებით. იშალა, ჩვენ შვილს გადავარჩენთ. იშალა, ამ დაავადებას შვიდობით გადაურჩება. გთხოვთ, ილოცეთ. ნორა შვილია. რადგან სასიკვდილო დაავადება შეეყარა. შვილო, რას აკეთებ, რას აკეთებ ჩემი ლამაზი? რას აკეთებ ჩემი სიყვარული? რას აკეთებ ჩემი ლამაზი? ნახე როგორ გამოცოცხლა. როკიც მასთან ერთად თამაშობს. რას აკეთებ ჩემი ლამაზი? მაშალა შენ. არა, როკი კაცივით დადექი, უსვინდისო როკი. როკიც კაცი გახდა და მათ უტევს. ფაისალ, ბაბა გამოსულა. ვაი ლომო შვილო, რას აკეთებ, მოდი, ჰარლი, მოდი. ჰარლი, მოდი გოგო. ჰარლი, მოდი. არ შეგეშინდეს მათგან, მოდი. ჰარლი ჯერ ბოლომდე ვერ შეეჩვია მეგობრებო, მაგრამ შეეჩვევა. თან ბოლო დროს ვერ მივაქციე ყურადღება, რადგან სანტოსის საქმეზე გული დამწყვიტა. კვლავ მივხედავ, გამოჯამთელდება. ეხლა მეგობრებო, ჩვენ შვილს კატის გალიაში მოვათავსე. გოგო, რას აკეთებ, ლამაზო? რას აკეთებ, შემი სიყვარული? რას აკეთებ, შემი თქმილი გოგო? აქ რომ მოვათავსე, მიზეზი ისაა, რომ მუდმივად შევამოწმო. მის განავალს უნდა ვაკონტროლო, აქვს თუ არა ღებინება, სხვა ძაღლებთან უნდა გამოვყო, ამიტომ აქ მოვათავსე, მეგობრებო. იცით, ნორაც მას შემდეგ, რაც აქ მოვათავსე, სულ მის გვერდითაა დაშორდება. აქაც ძისგან დასაცავი გადავჭიმეთ, მაგრამ ისიც გაიხა, ვერ გაზრო, თავიდან უნდა დავამაგროთ. ეხლა ღმერთმა თუ ინება, იმედია გადავარჩინთ. მოდი ჯერ ეს ვაქცინა გავუკეთოთ, მეგობრებო. ამის შემდეგ, როცა ინტრაგენტი მოვა, სითხე უნდა გავუკეთოთ.
ამ სისხლიანი დიარეის პერიოდში სერუმი არასდროს არ უნდა დაგვაგდეს. რატო? იმიტომ რომ როცა ცხოველს დიარეა აქვს, სითხეს კარგავს, ხო გაიგეთ? აბა სერუმს რატომ აძლევ? რომ სითხე არ დაკარგოს. შიგნით წამალს, ამას, იმას უმატებ. ვიტამინს, ანტიბიოტიკს და ასე შემდეგ. ამ დაავადების დროს სერიუმით მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა რასაც მე ვაკეთებ, დამატებითი მკურნალობაა. იმუნიტეტის გამაძლიერებელი. იმუნიტეტმა რო იბრძოლოს. გაიგეთ? ამიტომ არაფერს მოვაკლებთ. მოდი შვილო აქეთ გადი. ბისმილლაჰირ-რაჰმანირ-რაჰიმ. კარგი, ყოჩახ ჩემ ლამას. ჩემი შვილი გამოჯამთელდება. ჩემ შვილს მე ვენდობი, კარგი? ეხლა ტემპერატურასაც შევამოწმოთ, მეგობრებო, ნახოთ როგორია ტემპერატურა. გუშინ საღამოს მაღალი არ ქონდა, 38 იყო. ტემპერატურა ნორმალური იყო. ეს დაავადება ცოტა სიცხიანია, იმედია პარო არ არის, მაგრამ მე 90%-ით ეგ გონია. ამასაც ტესტის გარეშე 100%-ით ვერ გაიგებ. ეხლა, ჩემო გოგო, ეხლა სიცხე შეგიმოცმებ, მაგრამ არ გაბრაზდები, კარგი? ჩემო პატარა. ეხლა ძაღლებში სიცხეს სწორი ნაწლავიდან ზომავენ, მეგობრებო. ყველაზე ზუსტად სიცხის დონეს იქიდან ვზომავთ. ეხლა შევამოწმებთ და ვნახავთ, რამდენი გრადუსია სიცხე. სიცხე ისე 38-ია, ძმაო. სიცხე სტაბილურია, სიცხის ხრი პრობლემა არ გვაქვს. არც მეტი, არც ნაკლები, ორივე შუაშია. სხეულის წინააღმდეგობის მდგომარეობა ახლა ძალიან კარგია. ღმერთი ინებებს და ჩემი გოგო გამოჯამთელდება, კარგი ჩემო ლამაზო. მაგრამ ნახეთ, მის თვალებში მოთენთილობას და გამოფიტულობას ხედავთ ხო ძმაო? ამას ხომ ამჩნევთ? რაკანცულია. ჩვეულებრივ აქ არასდროს დგას. კვირის, კივის. ადგილზე არ შერდება. ეხლა იმ ჩვენს გოგოს გულის დამცავ აფსას მივცემთ. ამ დაავადებაში გულის შეტევის რისკიც არსებობს. ამიტომ გულის დამცავ აფსას მივცემთ ეხლა. შვილო, აბების დალევა საერთოდ არ უყურს. ძალიან ბრაზდება, როცა აფსვას ვქოთ. შვილო, გააღე პირი, ეს შენთვის კარგია. პატარა აბია, კარგი? ხოჩახ, შვილო. ეხლა ესეთი წამალი გვაქვს. ესაც ნაწლავების ფლორას ასორებს. ამ დაავადებაში ყველაზე ცუდი ისაა, რომ ნაწლავების სისტემას აზიანებს. ამიტომ რომ ნაწლავმა შეძლოს აღდგენა, ჩვენ ყველა წამალს და დანამატს გამოვიქენებთ, რაც ხელთ გვაქვს, მეგობრებო. ხოჩახ ჩემ გოგოს, ხოჩახ ჩემ ლამას. ხოჩახ ჩემ თქმილ გოგოს, ის გამოჯამთელდება. ის გამოჯამთელდება, კარგი გოგო. ღმერთი შენს თავ შემინარჩუნებს. კარგი შვილო. მედეავა, ძმაო, ისიც ღმერთის მიერ შექმნილი უმანკო არსება. უმანკო შვილი. უმანკო არსება, ადამიანს არის მინდობილი. თუ მე ახლა მას არ უნკურნალებ, იცი ეს ცხოველი 100%-ით მოკვდება. შენ ყველაფერს გააკეთებ, რაც შეგიძლია. დანარჩენი ღმერთის ნებაა, მეგობრებო. ეხლა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც საჭიროა მისი მკურნალობისთვის. იშალა კარგად იქნება, იშალა თავს მოვა, ჩემი იმედიც ამაშია. მაგრამ გთხოვთ, როცა სისხლიანი დიარეა აქვს, აუცილებლად უნკურნალეთ, ძმაო. თუ არ უნკურნალებთ, ნახეთ, მოკვდება. თუ უნკურნალებთ, შეიძლება მაინც მოკვდეს, ეს რისკია. თავარია, ყველაფერი გააკეთო, რომ სინდისი კონდეს შვიდად. ყველაფერი გააკეთე, იბრძოლე, მის გადასარჩენად, ხო გესმის? არაფერს მოვაკლებ. ესეც დამავიცდა, მეგობრებო. აი ესეც, ნახეთ. პრობიოტიკური ფხვნილი. ნაწლავების მოწესრიგებისთვის. ამ პრობიოტიკურ ფხვნილს ვიყენებთ, უნდა გამოვიყენოთ. ამას ყოველ დილით და საღამოს ვაძლევ. ნაწლავების ფლორის მოწესრიგებისთვის, ხო გაიგეთ? ეს ცოტა არ უყვარს, მაგრამ სხვა გზა არ არის. ანუ შეიძლება ესეთი რამ შეგემთხვეთ. დამიწერეთ Instagram-ზე, ჩემი Instagram-ის მისამართია Tayfun Demir Jitu. იქიდან დაგეხმარებით, მეგობრებო. ანუ ამ პატარას ყოველდღიურად 10-ზე მეტ წამალს ვაძლევთ ამ მკურნალობისას, იცი? 10-ზე მეტ. ოჩახ ჩემს გოგოს, ოჩახ ჩემს ლამას. საბედიეროდ ღებინების ნიშანი არ გვაქვს. ამ ეტაპზე სისხლიანი დიარეის სიმპტომიც არ დამინახავს. არ მოგწევს, ხო? შენ არ მოგეწონა ის. ჩემს გოგოს ის არ მოეწონა.
ეს პიზე მიგეკრო. წყალი იქაა, ნახე, წყალი დალია, კარგი შვილი დალია, კარგი შვილო. შენთვის თავს დავდებ, ჩემო ძვირფასო გოგო, შემოგევლე. ამჟამად არანაირი სიმპტომი არ არის. ყველაფერს ვაკეთებ, ძმაო, მართლა ყველაფერს. გთხოვ, თქვენ სილოცეთ. მარლაც მოვიდა, მარლა. ეს ბეწვი რა მდგომარეობაში გაქვს, ჩემო გოგო? მარლა უნდა დაგბანოთ, იცი? მოდი ამ კანეკოსოს გოგოც გავუშვათ. ჩემო გოგო. ზეინა, რას აკეთებ? წყალი დაგიმთავრდა, საყვარელო. მოდი, შენც მოდი. მოდი. მოდი ლამაზო. მარლასთან არ იჩხუბო, კარგი? არა ვიცი. მაშალა, ამ გოგო მაგ მოსვლისლიდან ცოტა წონაში მოიმატა, მეგობრებო. როცა მოვიდა, საკმაოდ გამხდარი იყო. ეხლა შეიძლება თქვენ ასე არ გეჩვენებათ, მაგრამ ცოტათი მოიმატა. არა, შვილო. რას აკეთებ, ჩემი ბაჭია? ზეინა, მოდი. მოდი ლამაზო, მოდი. მოდი, დილით ცოტა ფეხები გაგეშალოთ. როკი ჭკვიანად იყავი. არ მიეკარო ყველას, ცემქო როკი. სავარჯიშო სივრცესა სხვათა შორის, ჯერ კიდევ მისი მზისგან დამცავი არ გაგვიშლია, მოდი იქაც შევხედოთ. პრეზიკად მზისგან დამცავს დავაყენებ. ესეთ სიტუაციებში ხასიათი მეფუჭება ყველაფერზე, საქმეზეც კი გული მიცრუდება, იცით? ანუ მეგობრებო, ტაისონსაც ნახეთ. მოდი ეს ფეხი მაჩვენო, ნახო. ნახეთ, მის ფეხზე ახლა სპეციალურ წამალს ვიხენებთ ახლა ამას, მეგობრებო. ამ ცხოველებში ძალიან ხშირად ხდება ქეცი, სოკო, კანის დაავადებები და ასე შემდეგ. ამის მთავარი მიზეზებია ის, რომ ქათამს ვაძლევთ, ქათამი იწვევს ამას, შეიძლება გამოიწვიოს ეგზემა, ქეცი, განსაკუთრებით დოგოებს, ხშირად აქვს კანის პრობლემები. ეხლა ტაისონის კვების რაციონი შევცვალეთ. ჰიპოალერგენული, ხარისხიანი საკვები ვიყიდე. ჰიპოალერგენულ საკვებს ვიყენებ. კანის ბეწვის გასაუმჯობესებლად წამლები დავიწყე. მისი ჭრილობა ეხლა თითქმის მოშუშებულია. ძალიან განსაკუთრებული წამალია. ანუ თუ ღია ადგილი აქვს, მაშინ ვეაშრობს. კურალობას უკეთებს, მისი ფეხი თითქმის მოშუშებულია, თითქმის არაფერი დარჩა. სხვათა შორის ლურჯ სპრეიზე არ ვლაპარაკობ, ეს სხვა წამალია. მისი კანის ის სიცითლეც გაქრა წამლის გამოყენების შემდეგ. თუ კარგად დავბანავთ, სულ კარგად იქნება. მაგრამ ტაისონ, თუ მამას სულ ჰიპოალერგენულ საკვებს აკიდინებ, გააკოტრებ მამას ტაისონ. ამისთვის ერთი საკვები ვიყიდეთ 6.5 მილიარდიჯის, მეგობრებო, 12 კილოა. 6500 ლარია. არ იფიქროთ, რომ ხუმრობას ვაპირებ. 12 კილოს ტაისონი, ხო იცით? ადგილში შეჭამს. ხო, ეხლა აქ ჭრდილია. რეინა რო აქ დავაკენე, აი იმ კარის ქვემოთ ბოლომდე არ დავხურეთ, ხო? ეგ უღირსი რეინა აქედან გამოიქცა და მოვიდა, მეგობრებო. აქ უნდა დავხურო, საჭიროა. მოდი ვნახოთ. ამ ფიცრებს ეხლა დროებით დავდებთ. მოიცადე გოგო. რაიცადე შვილო, ესეც აქ არ ჯდება, რა თქმა უნდა. ეს აქ არ ჯდება, რა თქმა უნდა. რა მოუვიდა ჩემს ბოგოებს, ა? მოდი. ამის ქვეშ დავხურო. ეხლა იქ ძაღლს გავუშვებ. ცოტა ხანში ამას მოვაგვარებ. დღესაც თქვენთვის. მინდოდა ინფორმაცია მომეცა სანტოსის მდგომარეობის შესახებ, მეგობრებო. და ასევე ნორას გოგონაზეც. იშალა, ნორას ქალიშვილს გადავარჩევთ. ის ჯანმრთელობას დაიბრუნებს. თქვენგან თხოვნამავს, ნუ დაიშურეთ მისთვის ლოცვებს. მეყვარხარ ძალიან. არ დაგავიწყეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწელა. კარგად იყავით, ნახვამდის. ჯანმრთელად იყავით, მეგობრებო.